ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომისლებში თქვენი ქვეყნები ჩვენს გვერდით განან. Რა თქმა უნდა, თითოეულ რუსულ სამხედრო დანაშაულს უნდა მოხვდეს შედეგები მათთვის, ვინც ისინი ჩაიდინა. ვიმედოვნებთ, რომ ტრიბუნალი რუსული აგრესიის მიმართ იმუშავებს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც მშვიდობა სურს ევროპაში. ამის იმედი გვაქვს. კომპენსაციის თითოეული მექანიზმი ზიანის რეგისტრაციიდან, ზარალის კომპენსაციიდან, ფაქტობრივ ანაზღაურებამდე დაიწყებს მუშაობას და ძლიერ და საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს, რათა ხალხმა რეალურად იგრძნოს, რომ ომით მიყენებული ნებისმიერი ზიანი შეიძლება იყოს კომპენსირებული. ეს ომი და რუსეთის პასუხისმგებლობა უნდა გახდეს მკაფიო მაგალითი, რომ სხვებმა მისით ისწავლონ, არ წამოიწყონ აგრესია. ისტორია თანმიმდევრულია. პასუხისმგებლობის გარეშე მშვიდობა იშვიათად არის მდგრადი. ამიტომ მნიშვნელოვანია კონვენცია, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი და რომელმაც უკრაინისთვის საერთაშორისო მოთხოვნების კომისია დააარსა. ეს უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც დაკარგა ოჯახის წევრები, მათთვის, ვისაც სახლები დაენგრა და ვისაც ცხოვრება სამუდამოდ შეეცვალა. კანონს არ შეუძლია დაკარგულის დაბრუნება, მაგრამ შეუძლია ზიანის აღიარება, ღირსების აღდგენა და იმის დადასტურება, რომ ტანჯვა არც უხილავია და არც დავიწყებული. საქართველო როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ ამ უსამართლო ომის შედეგად. საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინელი ხალხის ბრძოლა გულგრილს ვერ დაგვტოვებს. ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ, მეტ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად. საქართველო მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას.